კულტურული მემკვიდრეობის სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაზე იმსჯელეს დღეს კულტურის სამინისტროში. ქართული და უცხოელი ექსპერტები ევროკომისიის საჯარო სამსახურების დაძმობილების ეგრეთ წოდებული ტვინინგის პროგრამის ფარგლებში შეიკრიბნენ. შეხვედრის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის სფეროს საკანონმდებლო რეგულაციების დახვეწის პროცესში საჯარო სამსახურების არასამთავრობოების და საზოგადოების ჩართვა და მათთვის რეკომენდაციების გაწევა. ჩვენი პროექტის საბოლოო მიზანია, რომ საქართველოს ინსტიტუციები დაუახლოვოთ ევროკავშირის სტანდარტებს. ამ შეხვედრაზე ვმსჯელობთ მნიშვნელოვან საკითხებზე, მაგალითად, როგორიცაა რესტავრატორების კვალიფიკაცია. ასევე განვიხილავთ, როგორ და რა შემთხვევაში უნდა მოხდეს სანქციების დაკისრება. ვმსჯელობთ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ კანონმდებლობასა და ეკლესიასთან ურთიერთობაზე. ერთ-ერთი მისი მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ სწორედ კულტურული მემკვიდრეობის სფეროში არსებული საკანონმდებლო სამართლებრივი ჩარჩოს, სამართლებრივი რეგულაციების გაუმჯობესება. ამ მხრივ ეს არის ძალიან აქტუალური, ასე ვთქვათ, სამუშაო პროცესი, რომელიც ჩვენს ძალიან გვადგება კულტურისა და ძეგლთადაცვის სამინისტროს და ამდენად ჩვენ ასე ვთქვათ, თანამშრომლობთ და ვეილით ამ პროექტის რეზულტატებს, რეკომენდაციებს სწორედ ჩვენი საკანონმდებლო ჩარჩოს და ჩვენი აი ამ პროცედურული ხარვეზების გასაუმჯობესებლად.